გახსოვდეს ვისი გორის სახარ, ქართული ხალხური ტრადიციებით გაჯერებული საღამო ზვანის სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიის გახსენებას მიუძღვნეს. ღონისძიება ტრადიციული ქართული ცეკვით გაიხსნა. მერვე კლასელებმა ქართველი მეფეები, თავდადებული გმირები, ისტორიული ფაქტები და ძველი ბალადები სკოლის დარბაზში შეკრებილი მაყურებლის თვალწინ გააცოცხლეს. ქართული ტრადიციებით, ხალხური ფოლკლორითა და საგალობლებით გაჯერებული ღონისძიება პატრიოტული გრძნობებითა და ემოციით იყო დატვირთული. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნამ და ოზურგეთელი სტუდენტი გოგონას ნინო თოიძის გახსენებამ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას თვალზე ცრემლი მოგვარა. ეხლა ვარ ძალიან ბედნიერი, თუმცა სანამ დაიწყო და ძალიან ღელავდი. დიდი მადლობა მაია მასწავლებლებს, რომელმაც შეგვიქმნა ეს ღონისძიება და ის რომ დაიხარჯა ჩვენთვის. ამ ღონისძიებით წარმოვაჩინეთ ის, რომ როგორ უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ღირსეულ წარსულს. ეს იყო საოცრება, ემოციებით დატვირთული ვარ. ვლოცავ დღევანდელ დღეს მერვე კლასელებს, თავიანთ მასწავლებელს, მაია მასწავლებელს. ეს იყო მათი გამარჯვება და მთელი სკოლის გამარჯვება. რამე თუ მათ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და მართლაც ყველას უნდა გვახსოვდეს თუ ვისი გორისანი ვართ. ქართულ გენში დევს უდიდესი საგანძური და გვინდა რომ არ დავკარგოთ ეს. რაც შეიძლება ხშირად მივიახლოთ წარსულის ფესვებს და შევახსენოთ ბავშვებს, რომ უნდა იყოს გულანთებული მამულიშვილები. 9 აპრილის გმირების სულისკვეთებით უნდა იცხოვრონ და თავიანთი არსებობით აუცილებლად უნდა შემატონ რამე ჩვენს ყველას. ღონისძიების დასასრულს სკოლის მოძღვარმა მამა ვახტანგმა ისაუბრა და დარბაზში შეკრებილი საზოგადოება და სკოლის მოსწავლეები დალოცა.